ამირ სპასალარი, როგორც თვით სახელიც მოწმობს, სახელმწიფო მხედრებისა და სპას წინამძღოლი და სარდალი უნდა ყოფილიყო. გასაოცარი ის არის, რომ ეს სიტყვა, ამირ სპასალარი, პირველად მხოლოდ გიორგი მესამის და თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში გვხვდება. შემდეგ კი ლაშა გიორგისა, რუსუდანისა, დავით ლაშას-ძისა, დიმიტრი თავდადებულისა და ვახტანგ მეფეთა დროს ამირ სპასალარი მრავალჯერ იხსენიება. არც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ნაწარმოებში, არც მატიანე ქართლისაიში და არც სხვა რომელიმე საისტორიო თხზულებაში სიტყვა ამირ სპასალარი არ მოიპოვება. სამაგიეროდ ყველა ზემოაღნიშნულ ნაწარმოებში მოხსენიებულია სპასალარი. მაგალითად, ივანე ლიპარიტის ძის შესახებ მემატიანე ქართლისაიში ნათქვამია. იგი იყო თავადვე თანა ამისა სამეფოთასა და სპასალარ სიკეთითა მისითა. არც მე-11 საუკუნის ისტორიკოსების, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში მოიპოვებოდა ამირ სპასალარი. მათი სიტყვით, ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს ჯარების უფროს სპასპეტი ეწოდებოდა. მართლაც ალბათ ასე უნდა ყოფილიყო. არაბთა გამოჩენამდე ამირ სპასალარობა შეუძლებელია რომ ყოფილიყო. იქნებ მომავალში, თუ ყველა მასალები შესაფერისის გულისხმიერებით განხილულ იქნა, გამოირკვეს კიდეც რომ საქართველოს სამხედრო მინისტრს მართლაც მხოლოდ მე-12 საუკუნეში ეწოდა ამირ სპასალარის სახელი. რას ნიშნავს ამირ სპასალარი? მხედართმთავარი საქართველოში არის მეფე. მაგრამ ამირ სპასალარს ექვემდებარება ის მუდმივი ლაშქარი, რომელიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა შექმნა. ამირ სპასალარს ექვემდებარება სახალხო ქვეყნებიდან და ფეოდალური ჯრედებიდან გამოყვანილი ლაშქარი და დაქირავებული ლაშქარი. სიტყვა ამირ სპასალარი არაბულ-სპარსული რთული სიტყვაა. პირველი არის არაბული ამირ, ხოლო მეორე სპარსული სიფაჰსალარ. მაგრამ თვით სპარსულში და არაბულში ამგვარი ორნაწილედის სიტყვა ამირ სიფაჰსალარ არ იხმარებოდა. არაბულ სამხედრო ტერმინოლოგიაში ამირ 10,000 ჯარისკაცის მხედართმთავარს ეწოდება. სპარსეთში კი ჯარის მბრძანებელს მარტივად სიფაჰსალარი, ანუ სპასალარი ეწოდებოდა და თავში ქართულისავით ამირ არ უჯდა. ამირ სპასალარის უმთავრესი მნიშვნელობა ქართულში ლაშქრის სარდლობა და წინამძღოლობა უნდა ყოფილიყო. და აქ ქართველი ჟამთა აღმწერელი ამბობს, მხედართმთავარი არს ამირ სპასალარიო. სამხედრო მინისტრის მოქმედება საქართველოში უნდა უფლებით შეზღუდულიყო იმიტომ, რომ მეფეები თვით იყვნენ სახელმწიფოს ჯარის წინამძღოლად და მთავარ სარდლად. ომშიც თვითონ მიდიოდნენ და ბრძოლასაც თვითონ უწევდნენ საზოგადო ხელმძღვანელობას. ქართული ჯარის ამირ სპასალარებს შორის ღირსეული ადგილი უჭირავს სარგის მხარგრძელს, რომელზეც ჟამთა აღმწერელი წერს, რომ ამირ სპასალარ მხარგრძელი იყო აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა. მხარგრძელების წარმოშობის შესახებ წყაროებშიც და სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო გასაზიარებელია სწორედ მე-13 საუკუნის სომეხი და სხვა ისტორიკოსების მოსაზრებები, რომელიც გაზიარებულია და შესწავლილია ჯავახიშვილის, ჯანაშიას, მანანდიანის და სხვა ცნობილი ისტორიკოსების მიერ, რომ ისინი წარმოშობით ქურთები არიან. და უნდა იყვნენ წამოსული ბაბილონიდან. რატომ ვერ გეტყვით? არის მოსაზრება, რომ იქ ქრისტიანები იყვნენ და აი ამ სარწმუნოებისთვის დევნას შეეწირენ. რამდენად მართალია, ამაზეც თქმა ძნელია. საქართველოში ისინი ჩანან მე-11 საუკუნის 50-იანი 60-იანი წლებიდან და დასახლდნენ ისინი ტაშირ ზორაგეტის ყოფილ სამეფოში, რომელიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა სელჩუკებისაგან და საქართველოს შემოუერთა. მაგრამ იქ იყო ნარევი ქართულ-სომხური მოსახლეობა, სარწმუნოებრივადაც
მართლმადიდებლები და გრიგორიანელები და როგორც ჩანს, ამათ იქ მიიღეს სომხური სარწმუნოება. ხარგრძელი სარგის საქართველოს დიდებული მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. ამირ სპასალარ ზაქარია მეორისა და ათაბაკ ივანე პირველის მამა. ქვემო ქართლის ერთ-ერთი მემამულე, დაწინაურდა გიორგი მესამის კარზე. 1161 წელს გიორგი მესამემ ანისის გამგებლად დანიშნა ივანე ორბელი თანაშემწეობითა სარგის მხარგრძელისათა. ამ პერიოდში მხარგრძელი დიდებულ აზნაურად იხსენიება. მხარგრძელი მონაწილეობდა იმ შეთქმულებაში და აჯანყებაში, რომელიც ორბელებმა 1777-18 წლებში მოაწყვეს გიორგი მესამის წინააღმდეგ. ამ აჯანყებას თავისი საფუძველი, თავისი უარყოფითი მხარე ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ აჯანყებულები, როდესაც კოჯორთან დამარცხდნენ პირველ ბრძოლაში მეფე გიორგისთან, შემდეგ ისინი გამაგრდნენ ლორეს ციხეში. ლორეს ციხე ამირ სპასალარის რეზიდენცია იყო და ივანე ორბელი იყო ამირ სპასალარი. მაგრამ გიორგიმ ალყა შემოარტყა, ალყა დიდხანს გაგრძელდა, აჯანყებულებს გაუძნელდა და დაიწყო ნელ-ნელა ორბელთა მომხრე დიდაზნაურების გადმოსვლა გიორგის მხარეზე. აი სწორედ ამ დროს სარგის მხარგრძელი ერთ-ერთი პირველი გადმოვიდა გიორგის მხარეზე და საინტერესოა გიორგის ტაქტიანი დამოკიდებულება. არავით არის საყვედური, არავით არის მოთხოვნა რატომ იყავი, სად იყავი, დაიყენა გვერდით. ამას მოყვა ის, რომ უმრავლესობა აჯანყებულებისა ნელ-ნელა გიორგის მხარეზე გადმოვიდნენ. ორბელები დამარცხდნენ და ყოველნაირად, ასე ვთქვათ, სამარდნენ, შეიძლება ითქვას. ორბელთა მამულის ნაწილი მიიღეს მხარგრძელებმა და საინტერესოა, რომ მათ ეკუთვნოდათ ქვემო ქართლის დიდი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილი. ყოველთვის, როდესაც საქართველოს მეფე და სამეფო მტერთან საომრად ემზადებოდა ან ძლიერ ომში იყო, თავდაპირველად ომიანობის დაწყებამდე და ზავის ჩამოგდებამდე მეფე დიდებულ ხელისუფლებს და დარბაზის ერს დაეკითხებოდა ხოლმე. მაგალითად, შარვანშაჰ ფადლუნმა სანამ ქართველები შანქორის დალეწილ ქალაქისა და ზღუდეების აღებას შეუდგებოდნენ, მეფე ბაგრატ მესამეს მოციქული მოუგზავნა და ზავის თხოვა და მორჩილება. ყოველწლიური ხარჯის ძლევა და მსახურება აღუთქვა. საქართველოს მეფემ, ვიდრე გადაჭრილს პასუხს შეუთვლიდა, უბრძანა და შემოიკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა და მათ ომიანობის განგრძობასა თუ დაზავებაზე დაეკითხა. ამ დიდებულთა საბჭოს წევრებმა სიბრძნითა გამოარჩიეს და უმჯობესად აწვიეს ზავიო. და მეფემაც ამის შემდგომ მოაჯე ფადლონს მოგზავნილის მოციქულის პირით დაზავების დასტური შეუთვალა. თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებით განაცვიცით, რომ ყოველ დიდ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას დარბაზის თათბირი და ბჭობა წინ უძღოდა ხოლმე. რა კი დარბაზი ლაშქრობას და ომს დაასკვნიდა, ამის შემდგომ იწყებოდა წუევა ლაშქრისა, ანუ სპათა, წუევა ლაშქართა. ამისთვის ხელმწიფე ბრძანებას გასცემდა ხოლმე, რომ საქართველოს ჯარისთვის დაეგზავნათ წიგნები წვევისა. ლაშქრის წვევის ბრძანების გაცემის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა. ამ მხრივ დამახასიათებელია, რომ თვით თამარ მეფის ქმრის, მეფე დავით სოსლანის შესახებაც კი ნათქვამია, რომ მეფემან დავით შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისათა გაილაშქრა პართთა ქვეყანაში. მხოლოდ თამარ მეფის დროს, სანამ ქმარს მოიყვანდა, ამირ სპასალარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თამარ მეფემ სპარსეთში მიმავალი საქართველოს სპარომ განიხილა და ცხენკეთილობა და აბჯარკეთილობა მოუწონა. ამის შემდგომ ისტორიკოსის სიტყვით მიიღო დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი და შეავედრა მასვე ვარძის აღმრთის მშობელსა დროშა და ლაშქარი დალოცა და მისცა დროშა ზაქარია ამირ სპასალარსა და წარემართნეს სპარსეთსაო. საქართველოში არსებული სამხედრო დაყოფის თვალსაზრისით ქვემო ქართლი იყო მეწინავე სადროშო. ასე რომ ხარგრძელები მეწინავე სადროშოს სარდლები იყვნენ. როდესაც ამის შემდეგ უკვე სარგისი ძალიან დაწინაურებულია გიორგის კარზე, შემდეგ თამარის კარზე, როდესაც სარგისი თამარმა
ამირსპასალარად შეიწყალა, მან მოიყვანა თავისი შვილები, ზაქარია და ივანე, ახალგაზრდები და ათაყვადა თამარს. და თამარმა ისინი, ასე ვთქვათ, თავის კარზე შეიწყალა, გარკვეული პრივილეგიები მისცა. ამის შემდეგ ეტყობა ზაქარია მონაწილეობს ბევრ სამხედრო, მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში და 80-იანი წლების დასასრულს თამარი მას ნიშნავს ამირსპასალარად. ზაქარია მხარგრძელი, საქართველოს დიდებული. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე. ამირსპასალარ სარგისის ძე. ამირსპასალარ მანდატურ თუხუცესი. დიდი მემამულე. ქვემო ქართლის ლორეტარიში შემოერთებული სომხური თემების შერაკის, აირარატის, სივნიეთის, არცახის, უტიქის, ბელაქანის და რუსთავის მფლობელი. რომის სულტანიც როქნადინის ელჩი მოდის საქართველოში, წერილ ელჩი რომ მოდის, ამას თავისი მიღების წესი აქვს, ვაზირები, დარბაზის წევრები, საეკლესიო პირები. წერილს კითხულობენ ყველასთან დასწრებით, როქნადინი წერს თამარს, რომ შენ ურჯულო დედაკაცს იბრძანები ეს ხმლის აღება ჩვენი ერთმორწმუნეების წინააღმდეგ და მე ასეთი დიდი ძალის პატრონი ვარ და მოვალ და განადგურებ და ყველას თქვენ მაჰმადიანობას მიგაღებინებთ და სხვა და ამ თავხედურ წერილს კიდევ უარესად დაერთო თვითონ ელჩის თავხედური განცხადება, რაც მას როგორც ჩანს დავალებული ჰქონდა, რომ თუ თქვენი დედოფალი თამარი მიიღებს მაჰმადიანობას, ჩემი ბრძანებელი სულტანი მას ცოლად შეირთავს, თუ არა და ხასად დაიცვამს და ამან გამოიწვია ის, რომ მთელ სამსაკრებულოში საშინელი აღშფოთება მხოლოდ ზაქარია მხარდელმა გამოამჟღავნა. არ შეიძლებოდა ელჩის მიმართ ეს, მაგრამ ეტყობა ვეღარ აიდანა და ჩვენი ისტორიკოსი წერს, რომ უხეთქა ისე რომ წაიქცავა. ამირსპასალარის საზრუნავად საზოგადოდის უნდა ყოფილიყო, რასაც სალაშქრონის საქმენი ერქვა ხოლმე. რასაკვირველია, საქართველოს ლაშქართა საქმე და განგება მის ხელში უნდა ყოფილიყო. უეჭველია, რომ ლაშქრობათა მეცადინეობანი და მხედართა განწესებანი, სპათა დაწყობათა ღონენი და მიმართებანი ამირსპასალარის პირდაპირი მოვალეობა უნდა ყოფილიყო. როდესაც მაგალითად თაყაინად თმოგველი ამირსპასალარის მიერ მოწინავე რაზმის მხედართმთავრად დანიშნული, ამირსპასალარის ბრძანების და მიუხედავად შეებრძოლა მტერს და სტიამას, ისე რომ ეს ამბავი მას არ აცნობა. ბრწყინვალედ გამარჯვებულსაც კი აბრალებდეს თაყაინადს და უმეტეს, ზაქარია ამირსპასალარი ქისედ ეტყოდა ამბის საუცნობელად შებმისათვის. როქნადინი დაბანაკებული იყო პასიანს და იმდენად დარწმუნებული იყო თავის სიძლიერეში და ლაშქრის სიმრავლეში, რომ დარაჯებიც კი არ ყავდა დაყენებულიო და ქართველებმა ესე კი არა რომ მივლენ დაბანაკდნენ, არა, პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. ეს იყო როგორც ჩანს მიღებული სტრატეგიული გეგმა. მეწინავე ლაშქარს ზაქარია მხარგრძელი და ივანე უდგნენ სათავეში, მეწინავეებმა მიიღეს პირველი ბრძოლა და დარტყმა მიაყენეს მტერს, ხოთაშორის გამოუკლეს ცხენები და ყველამ ირგვლივ ყველა ჩამოქვეითდა და ქვეითად იბრძოდნენ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ცოტა მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ეტყობა ესეც უკვე შეთანხმებული იყო მარჯვენა და მარცხენა ფრთიდან, სადაც დავით სოსლანი იმყოფებოდა, წამოვიდა უკვე დამხმარე ძალა. ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება. ხა მოგეხსენებათ, როდესაც მაჰმადიანები საომრად მოდიოდნენ, დიდი სიმდიდრე მოჰქონდათ, ან ცოლებიც მოყავდათ, აურაცხელი ესეთ, დამარცხდნენ და ეს მათი დიდი სიმდიდრე დარჩა ბრძოლის ველზე. როდესაც მეფე თვით ომში არ ბრძანდებოდა, ჯარის წინამძღოლობა და სარდლობა ამირსპასალარს ედვა ვალად. ამირსპასალარსავე მოვალეობად ითვლებოდა ლაშქრობის გეგმისა და მოქმედების შემუშავება და განხორციელება. ეს დაკვირვება და დასკვნა თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულების მიხედვით შედგენილი კარის გარიგებითაც მტკიცდება. ლაშქრობაი და ლაშქრობისა ვაზირობა ამირსპასალარის ხელთ არის. მას წინათ არავინ იტყვის რა ვაზირობა იყოსო, მაშასადამე, როდესაც ვაზირთა ბჭობა იყო ომიანობის დაწყების შესახებ, პირველად ამირსპასალარს უნდა გამოეთქვა თავისი აზრი. ამასთანავე, ამირსპასალარი საპატიო ვაზირი არის და თავადი ლაშქართაო.
მოგეხსენებათ, რომ ლაშქარს ყოველთვის მიყვებოდნენ საეკლესიო პირები, რომელიც გარკვეულ დროს იქ საეკლესიო მღვდელმსახურებას აწარმოებდნენ. აი ზაქარია მხარგრძელს თავისი საეკლესიო პირები ყავდა და ის თავისი სომხური წესით აწარმოებდა აი ლაშქრობის დროსაც კი იქ მიღებულ წესებს და მღვდელმსახურებას. შამქორის 1195 წელს აბუბაქრთან რომ იყო ბრძოლა და ეს ბასიანის 1202 წლის ბრძოლა აშკარა გახადა რომ საქართველოს უკვე ღირსეული მეტოქე აქ არ ყავდა. მე-12 საუკუნის ბოლოს საქართველომ შემოიერთა სომეხთა ქალაქი ანისი, რომელიც სამამულო მფლობელობაში გადაეცა ზაქარია მხარგრძელს. ზაქარიას, ისევე როგორც სარგის, მიენიჭა ანისის მფლობელის ტიტული შაჰანშა. ეს ტიტული დამკვიდრებული იყო აგრეთვე საქართველოს მეფის ტიტულატურაში. შემდგომში ეს ტიტული საკუთარ სახელად იქცა ზაქარია მხარგრძელის სახლში. მხარგრძელი მონაწილეობდა ქართველთა თითქმის ყველა ლაშქრობაში მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე. შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში, ანისის, არდებილის, ირანის ლაშქრობებში. ის, როგორც სამხრეთ საქართველოს ფეოდალი, სარდლობდა მეწინავე სადროშოს. თამარის ისტორიკოსის ცნობით, მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნენ მეფისა მიერ ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი. აღდგომის საზეიმოდ თამარი თავის ახლობლებთან ერთად დასავლეთ საქართველოშია გეგუთის სასახლეში. და არდებილის სულთანმა გადაწყვიტა ესარგებლა ამით და მან აღდგომა დილარო თენდებოდა, იცოდა რომ ყველა ეკლესიაში იქნებოდა შესული, შეიჭრა ამ ეკლესიაში და ჩვენი ისტორიკოსი წერს რომ 12000 სული ეკლესიაში დახოცა და შემდეგ დიდი დავლა ალაფი მოილაპა და გაბრუნდა უკან. გადაწყდა ამისთვის სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ეს უნდა ისე გაკეთებულიყო რომ არ გახმაურებულიყო, მაგრამ მოემზადნენ და მოულოდნელად მხარგრძელები გადმოვიდნენ და რამაზანის დღესასწაული რომ ჰქონდათ იმათ, შეიჭრენ არდებილში. 1208 წელს მოეწყო ეს ლაშქრობა ირანს, როგორც ჩანს, ძალიან მკაცრად შემუშავებული სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდათ. ბრძოლას ისე კი არ აწარმოებდნენ, ქალაქებში შედიოდნენ, გამაგრებულ პუნქტებში შედიოდნენ. იქ, ესე ვთქვათ, იპყრობდნენ, თავის სამხედრო გარნიზონს ტოვებდნენ და განაგრძობდნენ გზას. ასე მარანდი აიღეს, ასე თავრიზი აიღეს, მიანა სხვადასხვა ქალაქები და მიაღწიეს ხორასნამდე. და ჩვენი ისტორიკოსი წერს, რომ მივიდნენ შუა რომგურამდე, სადაც საქართველოს და ქართლის არსებობა საერთოდ არავინ იცოდა. ზაქარია მხარგრძელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მონარქიის განმტკიცებაში. თურქეთის მიერ დაპყრობილი ამიერკავკასიის მიწების განთავისუფლებასა და საქართველოსთან შეერთებაში. ამიტომაც იმდროინდელი წყაროები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მხარგრძელის თავდადებას ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ერთგულებას მეფისადმი, მის პიროვნულ ღირსებებს. ზაქარია მხარგრძელი გარდაიცვალა ირანის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ. დაკრძალეს სანაინში, თავის საგვარეულო მონასტერში.